ანტიქრისტე ფრიდრიხ ნიცშე კითხულობს ნიკო. ნაწილი მეორე. ღმერთის ცნება გაუკუღმართებულია, მორალის ცნება გაყალბებული. ისრაელის ისტორია შეიძლება ამოღებული იქნეს მსოფლიო ისტორიის საგანძურიდან. ის საერთოდ მოსაშორებელია. სამღვდელოებამ გაყალბებისგან სასწაული შექმნა. მის მტკიცებულებას კეთილი ნაწილი წარმოადგენს. თავისი ხალხის წარსული მან რელიგიაში გადაიტანა. ირონიით, ძველი გამოცემების და ისტორიული სინამდვილის სრული წაბელწვით, ანუ წარსულისგან გადარჩენის უნიჭო მექანიზმი შექმნა. იეჰოვას წინაშე დანაშაულის ჩადენისა და დასჯისა, მის მიმართ ღვთისმოსაობისა და მისგან წყალობის მოლოდინისა. ისტორიის გაყალბების ამ აქტს 1000 წლეულების მანძილზე უფრო მძაფრად ვიგრძნობდით. ისტორიის საეკლესიო ინტერპრეტაციას ჩვენში ისტორიული სამართლის მოთხოვნა რომ არ დაეჩლონგებინა. ფილოსოფოსები მუდმივად უმეორებდნენ ეკლესიას. სამყაროს ზნეობრივ მორალური წყობის სიცრუე მთელ უახლეს ფილოსოფიასაც გასდევს წითელ ზოლად. რას ნიშნავს სამყაროს ზნეობრივ მორალური წყობა? იმას, რომ არსებობს მხოლოდ ღვთის საბოლოო ნება ადამიანისათვის, რისი გაკეთების უფლება აქვს და რისი არა. ხალხის და ცალკეული ადამიანის ღირებულება გაიზომება იმით, თუ რამდენად არის ის ღვთის ნების მორჩილი. ღმერთი დამსჯელიც არის და წყალობელიც და ამდენად ხალხისა და ცალკეული ადამიანის ბედის განმსაზღვრელი. სინამდვილე კი ამ უბადრუკი სიცრუის ნაცვლად გვაუწყებს. წარმატებული ხდება პარაზიტი ადამიანი, ქვეყნად არსებული ყველანაირი ჯანმრთელი საწყისის ხარჯზე. მღვდელი ღმერთის სახელს ბოროტად იყენებს ვითარებას, როდესაც საეკლესიო ქურუმი არის ფასეულობის განმსაზღვრელი, ის ღვთის საუფლოს უწოდებს საშუალებას, რომლითაც ეს ვითარება მიიღწევა ან შენარჩუნდება. ის უწოდებს ღვთის ნებას. გულგრილი ცინიზმით ზომავს ხალხებს, დროებს, ცალკეულ პიროვნებებს, იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოადგებიან ისინი სამღვდელოების ძალაუფლებას. სინამდვილეში ისრაელის ისტორიის სახელოვანი პერიოდი დაცემის პერიოდად იქცა. დევნა, ხანგრძლივი უბედურება, სამარადისო სასჯელი სახელოვანი დროის გამო, იმ დროებისა, როდესაც სამღვდელოება არაფერს წარმოადგენდა. ისრაელის ისტორიის თავისუფალი, მძლავრი და პოზიტიური ისტორიული სიმბოლოებისაგან მან საბრალო, გაიძვერა და მლიქნელი ან სულაც უღმრთო ადამიანის სიმბოლო შექმნა. იმ დიდი მოვლენების ფსიქოლოგია იდიოტურ ფორმულამდე გაამარტივეს. ღვთის მორჩილი ან არა მორჩილი. ერთი ნაბიჯით წინ, ღვთის ნება. ეს ნიშნავს, რომ ქურუმთა ძალაუფლების შენარჩუნების პირობები საყოველთაოდ უნდა იყოს ცნობილი. ამისათვის კი საჭიროა ზეშთაგონება, საჭიროა დიდი ლიტერატურული გაყალბება და საამისოდ აღმოჩენილი საღვთო წერილი. რა მოხდა? ის ზარზე იმით ხდება, საჭირო მთელი თავისი იერარქიული წყობით, მონანიების დღეებით, მწარე გოდებით, ცოდვების თაობაზე. ღვთის ნება საყოველთაოდ ცნობილია. მთელი უბედურება ისაა, რომ ხალხი საღვთო წერილთან გაუცხოებულია. მოსემ უკვე აღმოაჩინა ღვთის ნება. მას რაღა მოხდა? საბოლოოდ მკაცრი პედანტიზმით, დიდისა და ყოველი წვრილმანის გათვალისწინებით ჩამოაყალიბა ქურუმმა თავისი სურვილი, რაში მდგომარეობს მისთვის ღვთის ნება და მას შემდეგ ცხოვრება ისე მოეწყო, რომ სამღვდელოების გარეშე ის არც კი წარმოიდგინება. ცხოვრების ნებისმიერი მოვალეობისას, დაბადებისას, ქორწინებისას, ავადმყოფობის თუ სიკვდილის დროს, რომ არაფერი ვთქვათ მსხვერპლზე, როცა წმინდანი პარაზიტი გამოჩნდება, რათა ის ბუნებრიობისაგან განიწმინდოს, როგორც თვითონ უწოდებს, აკურთხოს. ეს გასაგებიც არის. ყოველი ბუნებრივი ადათი,
ყოველი ბუნებრივი დაწესებულება, სახელმწიფო, მართლმსაჯულება, ქორწინება, ზრუნვა, ღირსებასა და ავადმყოფობაზე, ყოველგვარი მოთხოვნილება, რაც სიცოცხლის ინსტინქტიდან გამომდინარეობს, მოკლედ ყველაფერი, რასაც თავისი ღირებულება გააჩნია საკუთარ თავში, ქურუმის პარაზიტიზმის წყალობით, კარგავს ფასს და ღირებულების საწინააღმდეგო ხდება. ის საჭიროებს დამატებით სანქციებს, აუცილებელია ღირებულებათა შემქმნელი და დამდგენი ძალაუფლება, რომელიც უარყოფს ბუნებრივს და ღირებულების ახალი ცნება შემოაქვს. საეკლესიო ქურუმი აუფასურებს ბუნებას და მას სიწმინდეს აცლის. ის საერთოდაც ამ ფასად არსებობს. ღვთისადმი დაუმორჩილებლობა ქურუმისადმი, კანონისადმი, რამაც ცოდვის სახელწოდება მიიღო. ღმერთთან შერიგების საშუალებები თავისთავად ის საშუალებებია, რომლებიც საფუძვლიანად უზრუნველყოფს ქურუმისადმი მორჩილებას. ხსნელი მხოლოდ ქურუმია. ყოველ საზოგადოებაში, რომელიც ქურუმის პრინციპით არის ორგანიზებული, ცოდვების არსებობა გარდაუვალია. ისინი წარმოადგენენ ძალაუფლების ფაქტორს. ქურუმი ცოდვებით არსებობს. ცოდვების ჩადენის ფაქტი მისი საარსებო საშუალებაა. უმაღლესი დებულება გვაუწყებს. ღმერთი შეუნდობს მას, ვინც ინანიებს, გერმანულად, ვინც ქურუმს ემორჩილება. ასეთ მცდარ ნიადაგზე, სადაც ყველაფერი ბუნებრივი, ყოველგვარი ბუნებრივი ღირებულება, ყოველი რეალობა, თავის წინააღმდეგ გაბატონებულ კლასში ღრმად ჩაბუდებულ ინსტინქტებს აღძრავდა, აღმოცენდა ქრისტიანობა, რეალობასთან სამკვდრო საციცოცხლოდ დაპირისპირებული. მან ბევრად გადააჭარბა აქამდე არსებულ ვითარებას. წმინდა ხალხი, რომელმაც მხოლოდ ქურუმისეული ღირებულებები შეინარჩუნა, ქურუმისეული სიტყვები, შემაწრწუნებელი თანმიმდევრობით დაშანთა ყველაფერი, რასაც დღემდე ძალა გააჩნდა. უწმინდური, სამყარო, ცოდვა. საკუთარი ინსტინქტისთვის ამ ხალხმა წინ წამოსწია უკანასკნელი ფორმულა, რომელიც თვით უარყოფამდე მიდიოდა. ქრისტიანობის სახით ის რეალობის უკანასკნელ ფორმულას გმობდა. წმინდა ხალხი, რჩეული ხალხი, ანუ თვით იუდეურ რეალობას. შემთხვევა პირველი რანგისაა. მე ამბოხე პატარა მოძრაობა, რომელიც იესო ნაზარეველის სახელით მოინათლა. ებრაული ინსტინქტის კიდევ ერთხელ გამოვლინებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქურუმის ინსტინქტია, რომლისთვისაც ქურუმის რეალობა მიუღებელია და ამიტომ ის არსებობის უფრო განყენებულ ფორმას იგონებს სამყაროზე ნაკლებად რეალური წარმოდგენისას, ვიდრე ის იყო, რომელიც ეკლესიით არის განპირობებული. ქრისტიანობა უარყოფს ეკლესიას. მე არ მესმის, ვის წინააღმდეგ იყო მიმართული ამბოხება, რომლის მოთავედ სამართლიანად თუ გაუგებრობით იესო ითვლება, თუ არა ებრაული ეკლესიის წინააღმდეგ, სიტყვა ეკლესიის დღევანდელი გაგებით. ეს ამბოხი იყო კეთილთა და სამართლიანთა, ისრაელის წმინდანების, საზოგადოებრივი იერარქიის წინააღმდეგ, არა მათი მანკიერების, არამედ კასტის, პრივილეგიის, ფორმულის წინააღმდეგ. ეს იყო ურწმუნოება უმაღლესი ადამიანების მიმართ, უარყოფა ყველაფრისა, რასაც სამღვდელოება და თეოლოგობა წარმოადგენს, მაგრამ იერარქია, რომელიც თუნდაც წამით ეჭვს ბადებდა, წარმოადგენდა იმ ხიმინჯს, რომელზედაც იუდეველები შუა წყალში დგომას ახერხებდნენ. ეს იყო წვალებით მიღწეული ერთადერთი საშუალება მათი გადარჩენისა, ნარჩენი მათი განცალკევებული პოლიტიკური არსებობისა. ეს თავდასხმა იუდეველთა სიღრმეში, ჩაბუდებულ ინსტინქტზე, თავდასხმის ტოლფასი იყო, ხალხის ყველაზე უდრექ სასაცილო ნებაზე, რომლის მსგავსი არ ყოფილა დედამიწაზე. ეს ანარქისტი წმინდანი,
რომელმაც უბრალო ხალხი გაბატონებული წესრიგის წინააღმდეგ აიყოლია. განდევნილები, ცოდვილები და ებრაელთა შორის ჩანდალად ჩათვლილები. თუ ევანგელეს ვენდობით თავისი მოწოდებებით, დღესაც გაუდგებოდა საპატიმროს გზას. ის ნამდვილი პოლიტიკური დამნაშავე იყო, რადგან ასეთი რამ მხოლოდ აბსურდამდე მისულ პოლიტიკურ საზოგადოებაშია დასაშვები. ამან ის ჯვარსმამდე მიიყვანა. მტკიცებულებად გამოდგება ჯვარზე გაკეთებული წარწერა. ის თავისი დანაშაულის გამო დაიღუპა. როგორც უნდა ვეცადოთ, უსაფუძვლო იქნება მტკიცება, რომ ის სხვათა დანაშაულის გამო დაიღუპა. სავსებით სხვა საკითხია, აცნობიერებდა თუ არა იგი ამ წინააღმდეგობებს, თუ ის სხვების მიერ აღიქმებოდა როგორც წინააღმდეგობა. სწორედ აქ შევეხები პირველად მხსნელის ფსიქოლოგიის პრობლემას. ვაღიარებ, რომ იმ წიგნების რიცხვი საკმაოდ მცირეა, რომელთა წაკითხვა ასე მიზნელდებოდეს, როგორც სახარებისა. ცოდნის მოყვარე, განსავლული გერმანული სული, სიძნელეების განმარტებისას დაუვიწყარ ტრიუმფს იზეიმებდა. ის დრო შორეულ წარსულშია, როდესაც მე, სხვა ახალგაზრდა მეცნიერთა მსგავსად, ნატიფი ფილოლოგი, კეთილგონიერი სიზანდით, შეუდარებელი შტრაუსის ნაწარმოებებით ვტკბებოდი. მაშინ 20 წლისა ვიყავი, ახლა ამისთვის მეტისმეტად სერიოზული ვარ. რა მესაქმება იმ წინააღმდეგობრივობასთან, რომელსაც თქმულება შეიცავს? ან როგორ შეიძლება წმინდანის ცხოვრებას თქმულება დაარქვა? წმინდანების ცხოვრება ყველაზე ორაზროვანი ლიტერატურაა, რომელიც კი საერთოდ არსებობს. მეცნიერული მეთოდების გამოყენება აქ, სადაც დოკუმენტების სრული არარსებობაა, თავიდანვე განწირულად მესახება სუფთა მეცნიერულ უსაქმურობად. რაც შემეხება მე, მაინტერესებს მხსნელის ფსიქოლოგიური ტიპი. ის შეიძლება ევანგელეებში იყოს შემონახული. მიუხედავად ევანგელური გაყალბებისა, რომლითაც მისი ხასიათი უცხო თვისებებით არის შემკული, ასე შემორჩა ლეგენდებში ფრანჩესკო ასიზელის ტიპი. ჭეშმარიტება არ მდგომარეობს იმაში, როგორ მოიცა ის, ან რა თქვა, ან როგორ გარდაიცვალა. მნიშვნელოვანი საკითხი იძლევა თუ არა ლეგენდა მისი წარმოდგენის საშუალებას. მე ვიცი, რომ ყოფილა მცდელობა ევანგელედან სულის ისტორია ამოეკითხათ. ეს ჩემი აზრით ფსიქოლოგიური ფუქსავატობაა, რომელსაც სერიოზულად ვერ აღიქვამ. ბატონი რენანი ფსიქოლოგიის მასხარა იესოს ტიპის სასახსნელად ორ სრულიად შეუსაბამო ცნებას გვთავაზობს: გენიოსი და გმირი. მაგრამ სახარებისათვის ყველაზე შეუსაბამო გმირის ცნებაა სწორედ ბრძოლის უუნარობა. მებრძოლის სულიერი განწყობის საპირისპირო მდგომარეობა გვევლინება აქ ინსტინქტად. ზნეობის დონეზეა აყვანილი წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა. ქვეყნად ნეტარება მხოლოდ მორჩილებაშია, თვინიერებაში, უუნარობაში, რომ იყო ვინმეს მიმართ მტრულად განწყობილი. რას ნიშნავს ხარება? ჭეშმარიტი, მარადიული ცხოვრება ნაპოვნია. ეს არ არის დაპირება. ის აქ, თქვენშია. ცხოვრება სიყვარულში, სიყვარულში დათმობა, გამონაკლისის და დისტანციის გარეშე. თითოეული ღვთის შვილი, ყველა თანატოლია, იესოს უწოდო გმირი. და საერთოდ, რა გაუგებრობაა სიტყვა გენიოსი. მთელი ჩვენი გაგება სულისა, მთლიანად გონის კულტურული ცნება. იმ სამყაროში, სადაც იესო ცხოვრობს, არავითარი აზრი არ აქვს. ფიზიოლოგიის სიმკაცრით რომ ვთქვათ, ამას კარგად გამოხატავს სიტყვა იდიოტი. ჩვენ ვიცნობთ შეხებით გამოწვეულ ბრძოლას, გაღიზიანებას, რომელსაც მაგარი ნივთის შეხებისას ვგრძნობთ. წარმოვიდგინოთ მსგავსი ფიზიოლოგიური ჰაბიტუსი, გადმოთარგმნილი მის ბოლო ლოგიკურ გამონათქვამში, როგორც სიძულვილის ინსტინქტი,
რეალობის წინააღმდეგ, როგორც გაქცევა მიუწდომელში, აუხსნელში, როგორც ზურგის შეკცევა ყოველგვარი ფორმულისათვის, ყოველგვარი ცნებისთვის, რომელიც სივრცესთან და დროსთან არის დაკავშირებული, ყველაფრისთვის, რაც წესია და ადათი, რაც დაწესებულია, ეკლესია, როგორც სამყაროში ყოფნა, რომელსაც უკვე არანაირი რეალობა არ ეხება, ყოფნა შინაგან, ჭეშმარიტ, მარადიულ სამყაროში, მხოლოდ ღვთის სასუფეველია თქვენში. სიძულვილის ინსტინქტი მიმართული რეალობის წინააღმდეგ. ეს არის უკიდურესი მგრძნობიარობის შედეგი ტანჯვისა და გაღიზიანების მიმართ, რომელიც ყოველგვარ შეხებას გაურბის და ასევე მტკივნეულად აღიქმება. მეორე ინსტინქტი გამომრიცხავია ნებისმიერი არაკეთილგანწყობისა, მტრობისა, გრძნობის სფეროში კი ყოველგვარი საზღვრებისა და დისტანციისა. შედეგი ტანჯვისა და მგრძნობიარობის მიმართ უკიდურესი მგრძნობიარობა, რომელიც ყველანაირ უკუქმედებას ან წინააღმდეგობის აუცილებლობას აღიქვამს, როგორც გამოუთქმელ სისხლს, ნეტარებას, კი ხედავს იმაში, რომ არავის და არაფერს გაუწიოს წინააღმდეგობა, არც ბოროტებას და არც ბოროტს. სიყვარული არის სიცოცხლის ერთადერთი და უკანასკნელი საშუალება. ეს არის ორი ფიზიოლოგიური რეალობა, საიდანაც ხსნის სწავლება აღმოცენდა. მათ ჰედონიზმის განვითარების უმაღლეს წერტილს უწოდებ ავადმყოფურ საფუძველზე აღმოცენებულს. მისი ახლო მონათესავე არის ბერძნული ეპიკურეიზმი, ვიტალობის და ნერვიული ძალის საკმაოდ დიდი მინამატით. ეპიკურეიზმი ხსნის სწავლების წარმართული ფორმაა. ეპიკური არის ტიპიური დეკადენტი, პირველად ჩემ მიერ აღიარებული ასეთად: ტკივილის შიში, მცირეოდენი ტკივილისაც კი. შეუძლებელია ასეთ შემთხვევაში სხვა დასასრული, გარდა სიყვარულისა. პრობლემაზე პასუხი წინასწარ განმჭვრიდე. ეს განჭვრეტა ნიშნავს, რომ ხსნელის ტიპი მხოლოდ დამახინჯებული სახით შემოგვჭა. დამახინჯების ფაქტი სიმართლესთან ახლოსაა. ასეთი ტიპი შეუძლებელია შემონახულიყო სუფთა სახით, მთლიანობაში, მინამატის გარეშე. მას იმ გარემოს კვალიც უნდა დასტყობოდა, სადაც ეს უცხო სხეული გადაადგილდებოდა, უფრო მეტად ისტორიისა და ასევე პირველი ქრისტიანული მრევლის ბედისწერა, უკუქმედების პრინციპით. ის გაამდიდრეს ისეთი თვისებებით, რომლებიც გასაგები ხდება მხოლოდ პროპაგანდის და ბრძოლის მიზნით. ის იშვიათი და ავადმყოფი სამყარო, რომელშიც სახარებას შევყავართ, თითქოს ერთ-ერთი რუსული რომანიდან, სადაც თავს იყრიან საზოგადოების ნაძირალები, ნერვული ტანჯვა და იდიოტის ბავშვობა. ყველა შემთხვევაში ეს ტიპი გარემოს უხეში უნდა გაეხადა, განსაკუთრებით პირველ მოსწავლეებს, რათა მათთვის რაიმე გასაგები გამხდარიყო. ყოფას, რომელიც სიმბოლურ გაუგებრობაშია განფენილი და საკუთარ უხეშ ენაზე უნდა ყოფილიყო გადაყვანილი. ის გასაგები გახდა მათთვის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გასაგებ ფორმაში იქნა ჩამოსხმული. წინასწარმეტყველი, მესია, მომავალი მოსამართლე, მორალის მასწავლებელი, სასწაულ მოქმედი, ამდენი რამ მოქმედებდა ტიპის გაყალბებისათვის. ნუ გაიმეტებთ დაბალი შეფასებისთვის უდიდესი თაყვანისცემის ფაქტს, განსაკუთრებით სექტანტურ თაყვანისცემას. ის შეალამაზებს ხოლმე ხშირად მტკივნეულობამდე უცხო, ორგანულ თვისებებს და იდიოსინკრაზიებს სათაყვანებელ არსებაში. ის მათ საერთოდ ვერ ხედავს. შეიძლება დასანანი იყოს, რომ ამ უაღრესად საინტერესო დეკადენტის სიახლოვეს არ ცხოვრობდა ვინმე დოსტოევსკი ან სხვა ვინმე, ვინც შეიგრძნობდა ასეთი ნაზავის ყოვლის მომცვალ მომხიბვლელობას, ავადმყოფის
ამაღლებულის და ბავშვურის. კიდევ ერთი თვალსაზრისი. ტიპს, როგორც დეკადანსის წარმომადგენელს, ფაქტობრივად შეეძლო თავის თავში ბევრი რამის შეთავსება, თან წინააღმდეგობრივის. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თქმულება ასეთ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სინამდვილესთან ახლოს და ობიექტური. ამიტომ ეს გაიწვილებს საპირისპირო ივარაუდო. ჩნდება უშველებელი უფსკრული ქადაგებელთან მთებზე, მინდვრებზე, ზღვაში. მისი გამოჩენა ისევე გაკურვებს, როგორც ბუდას გამოჩენა, თუნც არა ინდურ ნიადაგზე და იმ თავდასხმის ფანატიკოსთან, თეოლოგიებისა და ქურუმების ულმობელ მტერთან, რომლის მძვინვარებამაც რენანს ირონიის უდიდესი ოსტატის სახელი მოუტანა. მე კი ეჭვი არ მეპარება, რომ ღვარზლის უხმა რაოდენობამ ქრისტიანული ახსნებული მდგომარეობიდან მასწავლებელში გადაინაცვლა. ცნობილია სექტანტების ურცხვობა, სახელდახელოდ რომ შეთითხნიან ხოლმე თავისთვის აპოლოგიას მასწავლებლისგან. როდესაც პირველ მრევლს მოსამართლე დასჭირდა კაპასი, ბრისხანე, ბრაზიანი, ეშმაკი თეოლოგი თეოლოგის წინააღმდეგ, მან თავისი მოთხოვნილების შესაბამისი საკუთარი ღმერთი შექმნა ყოყმანის გარეშე. სწორედ მისმა ბაგეებმა გაახმოვანა სრულიად არაევანგელური ცნებები, რომელსაც დღესაც ვერ ელევიან. მეორედ მოსვლა, საშინელი სამშავრო, დროში გაწელილი მოლოდინი და დაბირება. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ ხსნელ ტიპს ფანატიზმი მივაწერო. სიტყვა მბრძანებელი, რომელსაც რენანი ხმარობდა, ტიპის სრულ ანულირებას ახდენს. ხარება არის სწორედ ის სასიხარულო გზავნილი იმის შესახებ, რომ წინააღმდეგობა აღარ არსებობს. ცის სასუფეველი უკვე ბავშვებს ეკუთვნის. რწმენა, რომელიც განაცხადს აკეთებს თავის შესახებ, ბრძოლით არ მოიპოვება. ის აქ არის. ის მიანიშნებს ფსიქიკური სფეროში ბავშვობაში დაბრუნებას. ასეთი შემთხვევები შენელებული, მომწიფებისა და ნაკლებად განვითარებული ორგანიზმისა, როგორც დეგენერაციის შედეგი თუნდაც ფიზიოლოგებისთვის არის ნაცნობი. ასეთი რწმენა არც გაბრაზებს, არც გაკრიტიკებს და არც თავს იცავს. მას არ მოაქვს თან მახველი. წინასწარ ვერც გრძნობს, რომ შეიძლება განხეთქილების მიზეზი გახდეს. მას არ სჭირდება მტკიცებულებები, სასწაულის წყალობის ან დაპირების სახით, ან წმინდა წერილით. თვითონ ის ყოველ წამს არის თავისივე სასწაული, თავისივე წყალობა, თავისივე დასტური, ღმერთის სასუფეველი. ეს რწმენა არ ახდენს თავის ფორმულირებას და ფორმულირებას უარყოფს. ცხადია, გარემოს, ენის, განათლების შემთხვევითობა ცნებების გარკვეულ წრეს განსაზღვრავს. პირველი ქრისტიანობა მხოლოდ იუდეურ სემიტური ცნებებით არის შემოფარგლული, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე, რომ ამის მიღმა არაფერი ზედმეტი არ დაინახო, გარდა ნიშნების ენისა, სემიოტიკისა და იგავის საბაბისა. არც ერთი სიტყვა ამ ანტირეალისტისა პირდაპირ არ უნდა იყოს გაგებული. ეს არის წინასწარი პირობა, რათა მან საერთოდ შეძლოს ლაპარაკი. ინდოელებთან ის გამოიყენებდა სანგხის, ჩინელებთან ლაოძის ცნებებს და ამ დროს ვერც იგრძნობდა ვერავითარ განსხვავებას. იესოს შეიძლება გარკვეული ტოლერანტობის პოზიციიდან თავისუფალი გონი ეწოდოს. მისთვის მყარი არაფერი არსებობს. სიტყვა კლავს. ყველაფერი, რაც მტკიცეა და მყარი, კლავს. სიცოცხლის ცნება, ცხოვრების გამოცდილება, ერთადერთი, რასაც ის იცნობს, ეწინააღმდეგება ყველა სახის სიტყვის ფორმულას, კანონს, რწმენას და დოგმას. ის მხოლოდ სიღრმისეულზე ლაპარაკობს და ამისთვის შემდეგ სიტყვებს იყენებს.
სიცოცხლე ან ჭეშმარიტება, ან სინათლე, დანარჩენს კი მთელ რეალობას, მთლიანად, ბუნებას, თვით ენას, მისთვის ნიშნის, იგავის ფასეულობა გააჩნია. არ შეიძლება შეცდომის დაშვება იმის თაობაზე, თუ რა დიდი ცდუნებაა ჩადებული ქრისტიანულ, უფრო ზუსტად კი საეკლესიო სრულწმენაში. ასეთი სიმბოლისტი ყოველგვარი რელიგიის მიღმა დგას, ასევე კულტის, ცნების, ისტორიის, ბუნების მეტყველების, მსოფლიო გამოცდილების, ცოდნის, პოლიტიკის, ფსიქოლოგიის, წიგნების, ხელოვნების მიღმა. მისი ცოდნა იმის თაობაზე, რომ ამგვარი რამ საერთოდ არსებობს, სრული სიგიჟეა. კულტურის შესახებ მას მხოლოდ ყურმოკრულად გაეგება. მას არ სჭირდება კულტურასთან ბრძოლა, ის მას არც უარყოფს. ასევეა მისთვის სახელმწიფო, სამოქალაქო წყობა და საზოგადოება, სამუშაო, ომი. მას საფუძველიც არ ჰქონია სამყაროს უარყოფისა. ის ვერც სამყაროს ეკლესიურ გაგებას მიუხვდა. უარყოფა არის მისთვის რაღაც შეუძლებელი რამ. ასევე არ არსებობს მისთვის დიალექტიკა. მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რომ რწმენის, ჭეშმარიტების დამტკიცება შესაძლებელია დასაბუთებით. სიამოვნებისა და თვითდამკვიდრების შინაგანი გრძნობა კი მხოლოდ ძალის დასტურია. ამგვარ მოძღვრებას არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. ის ვერ სწვდება იმას, რომ არსებობს ან თუნდაც შეიძლება არსებობდეს სხვა მოძღვრება და საპირისპირო მსჯელობა. თუ მისი მოძღვრება საპირისპიროს გადაეყრება, მას მხოლოდ სევდა შემოაწვება და სიბრმავეში ღრმა თანაგრძნობა, რადგან თვითონ სინათლეს ხედავს, მაგრამ შედავება არ ძალუძს. ევანგელეს მთელ ფსიქოლოგიას რამდენიმე ცნება აკლია: დანაშაული და დასჯა, ასევე ცოდვა, რომლითაც ადამიანსა და ღმერთს შორის დისტანციური დამოკიდებულება განისაზღვრება, გაუქმებულია და სწორედ ეს წარმოადგენს ხარებას. ნეტარებას არ კვირდებიან და ის არაფრით არის განპირობებული. ის ერთადერთი რეალობაა. დანარჩენი კი ნიშანია და სიმბოლო, რათა მასზე ვილაპარაკო. ამგვარი მდგომარეობის შედეგი პროექტირებულია ახალ პრაქტიკაში, კერძოდ კი ევანგელისტურ პრაქტიკაში. ქრისტიანი რწმენით კი არ განსხვავდება, ის სხვაგვარი მოქმედებით განსხვავდება. იმას, ვინც მის მიმართ ბოროტად არის განწყობილი, ის არც სიტყვით და არც გულში არ უწევს წინააღმდეგობას. ის არ განასხვავებს თავისიანს და უცხოს, ებრაელსა და არა ებრაელს. მისთვის უცხოა ვინმეზე განრისხება ან ვინმეს დამცირება. სასამართლოში ის არასდროს ჩდება და არც იმის უფლებას იძლევა, რომ მიცემულ იქნეს პასუხისგებაში. ის ცოლს არავითარ შემთხვევაში არ გაეყრება, არც იმ შემთხვევაში, თუ მისი ღალატი დამტკიცდა. საფუძვლად ამას ერთი დებულება უდევს, ერთი ინსტინქტის შედეგი და ერთი პრინციპი. ხსნელის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი პრაქტიკა. მისი სიკვდილიც ასეთივეა. მას არ გააჩნდა ფორმულები, არც რიტუალი სჭირდებოდა ღმერთთან ურთიერთობისთვის და აღარც ლოცვა. ის მთლიანად განუდგა იუდეურ მონანიებასა და შურიგების მოძღვრებას. მან იცის, რომ ეს არის ცხოვრებისეული პრაქტიკა, რითაც თავს ღვთიურად იგრძნობ, ნეტარად, ევანგელისტურად, მუდმივად ღვთის შვილად იგრძნობ თავს. ღვთისკენ მიმავალი გზის არსი არც მონანიებაა და არც პატიების ლოცვა. ღვთისკენ მხოლოდ ევანგელისტურ პრაქტიკას მიჰყავს. სწორედ ის არის ღმერთი. ევანგელემ საბოლოოდ მოუღო ბოლო იუდეველთა გაგებას, ცოდვის მიტევების, რწმენის და ხსნისას. იუდეველთა მთელ მოძღვრებას უარყოფდა ხარება. ღრმად ჩამალული ინსტინქტი როგორ უნდა იცხოვრო, რომ თავის ზეცაში იგრძნო, თან მარადიულად.
მაშინ როდესაც სხვაგვარი ქმედებისას თავს ზეცაში ვერ იგრძნობ. ერთადერთი ფსიქოლოგიური რეალობა ხსნისთვის ეს მხოლოდ ქცევის ახალი წესია და არა ახალი რწმენა. მე თუ ამ დიდი სიმბოლისტის რამე გამეგება, მაშინ ეს ის არის, რომ მან შინაგანი რეალობები ფაქტებად გამოიყენა. დანარჩენი კი ყველაფერი ბუნებრივი, დროითი, სივრცობრივი და ისტორიული ნიშნებად და საბაბად იგავისთვის. ცნება ძე-კაცისა არ წარმოადგენს კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც ისტორიის კუთვნილებაა, რაღაც განცალკევებული ერთადერთი, არამედ გულისხმობს მარადიულ ფაქტს, დროის ცნებისაგან გაცლილ ერთგვარ ფსიქოლოგიურ სიმბოლოს. იგივე შეიძლება ითქვას ღმერთზე, ამ ტიპიურ სიმბოლისტზე, ღვთიურ სასუფეველზე, ღვთისმშვილობაზე, მაგრამ უფრო მაღალი გაგებით. არაფერია ისეთი არაქრისტიანული, როგორც უხეში, ეკლესიური გაგება ღმერთზე, როგორც პიროვნებაზე, მომავალ ღვთის სასუფეველზე, საიქიოზე, ღვთისმშვილობაზე, სამების მეორე პირზე. ეს ყველაფერი მომიტევებენ ჩემს გამოთქმას, თვალში მუშტია. რომელ თვალში? ევანგელიკურში, სოფლიო ისტორიული ცინიზმის სიმბოლოს შებრალვისა, მაგრამ ყველაფერი, რაც მამას და ძეს ეკუთვნის, ხელისგულზეა, მაგრამ არა ყველა ხელისა. ვაღიარებ, ძეში იგულისხმება საერთო ფერისცვალების გრძნობაში შესვლა. სიტყვა მამაში თვით ეს გრძნობა, მარადიულობის, სრულქმნილების გრძნობა. სირცხვილი მეუფლება როცა ვიხსენებ, რა გაუკეთა ეკლესიამ ამ სიმბოლიზმს, ხომ არ დააყენა ქრისტიანული რწმენის ღრუბლზე ამფიტრიონის ისტორია და კიდევ უბიძო ჩასახვის დოგმა, ჩასახვის სახელი რომ გაუტეხა. ცის სასუფეველი გულის მდგომარეობაა და არა სემიწიერი, რომელიც სიკვდილის მერე დაგეუფლება. სახარებას აკლია სიკვდილის ცნების ბუნებრივი აღწერა. სიკვდილი არ არის ხიდი, არც გადასასვლელი. ის არ არსებობს, რადგან სხვა განზომილებას ეკუთვნის, მხოლოდ მოჩვენებიც, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სიკვდილის საათი არ არის ქრისტიანული გაგება. ხარების ქადაგებლებისთვის არ არსებობს საათი, დრო, ფიზიკური ცხოვრება და კრიზისები. ღვთის სასუფეველი არ წარმოადგენს იმას, რასაც ელოდებიან. მას არც გუშინ გააჩნია და არც ზეგ. ის არც 1000 წელიწადში მოვა. ის მხოლოდ გულის გამოცდილებაა. ის ყველგან არის და არსად არ არის. მახარებელი მოკვდა ისე როგორც იცხოვრა, როგორც მოძღვრავდა, არა იმისთვის რომ ადამიანები ეხსნა, არამედ იმისთვის რომ ეჩვენებინა, როგორ უნდა იცხოვრო. ის რაც მან კაცობრიობას დაუტოვა, პრაქტიკაა. მისი საქციელი მოსამართლეებთან, დევნელებთან, ბრალმდებლებთან, ყველა სახის ცილის მწამებლებთან, დამცინავებთან, მისი საქციელი ჯვარზე. ის არ უწევდა წინააღმდეგობას, არც თავისუფლებას იცავდა. ნაბიჯიც არ გადაუდგა მზიქით, რომ უკიდურესი საშიშროება აეცილებინა. პირიქით, თითქმის იწვევდა ამ საშიშროებას. ის ლოცულობს, ეწამება, სიყვარულშია მათთან და მათში, ვინც მის მიმართ ასეთ ბოროტებას ჩადის. სახარებამ შემოინახა სიტყვები, რომელიც ჯვარცმულ ყაჩაღს ეკუთვნის. ის ჭეშმარიტად ღვთიური ადამიანია, ღვთის შვილი, ამბობს ყაჩაღი. შენ თუ ამას გრძნობ, სამოთხეში ხარ და შენც ღვთის შვილი ხარ. არც სიბრაზე და არც წინააღმდეგობა და პასუხისგებაში მიცემა, არამედ არ აღუდგე ბოროტს, გიყვარდეს ის. მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია წინაპირობა, განთავისუფლებული გონებით, რომ გავიგოთ ის, რაც 19 საუკუნის განმავლობაში გაუგებარი რჩებოდა. ის ინსტინქტი და სამართლიანობის ამაღლებული გრძნობა, რომელსაც ხელეწიფება ბრძოლა,
წმინდა სიცრუესთან, ვიდრე ჩვეულებრივ სიცრუესთან. ხალხი გამოუთქმელად შორს იყო ჩვენნაირი ნეიტრალობისაგან, სიყვარულით და წინ დახედულებით, რომ არის სავსე, სულის დისციპლინისგან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა უცხო და ფაქიზი საგნების ამოცნობა. ნებისმიერ დროს მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობდნენ, უსირცხვილო ეგოიზმით შეპყრობილები. ეკლესიას სახარების საწინააღმდეგო დააგეს, ვინც ნიშნის ძებნას მიყოფდა ხელს, რათა ეხილა სამყაროთა თამაშების მიღმა ირონიული ღვთაების თითი. ის არც ისე ცოტა მტკიცებულებას იპოვიდა იმ უდიდესი კითხვის ნიშნისას, რომელსაც ქრისტიანობა წარმოადგენს. კაცობრიობა მუხლებზე დაემხო იმის წინაშე, რაც ევანგელეს სასაბამი აზრის საწინააღმდეგო იყო, მისი არსისა და უფლებისა. ეკლესიის ცნებაში მან სიწმინდით აღიარა ის, რაც მახარებლისათვის დაბლა მდგომად მიაჩნდა, ასევე თავის უკან მდგომად. ამაოდ მოიძიებს ადამიანი მსოფლიო ისტორიაში ირონიის უფრო ძლიერ ფორმას. ჩვენი საუკუნე ამაყობს თავისი ისტორიული გრძნობით. როგორ შეიძლებოდა ისეთი უაზრობის დაჯერება, რომ ქრისტიანობის სათავეში დგას უხეში იგავი სასწაულ მოქმედზე და მხსნელზე და ყველაფერი სულიერი და სიმბოლური მხოლოდ მოგვიანებით განვითარდა. პირიქით, ქრისტიანობის ისტორია და სწორედ ჯვარცმის შემდგომ არის თანდათანობითი გაუხეშება თავდაპირველი სიმბოლიზმისა. უხეშ, ფართე მცნებაზე, ქრისტიანობის პირველ წყაროსთან დაკავშირებით, სულ აუცილებელი ხდებოდა ქრისტიანობის ვულგარულ, ბარბაროსულ დონემდე დაყვანა. ამ მოთხოვნილებამ რომის იმპერიის ყველა მიწისქვეშა კულტი შთანქა. ამასთანავე ავადმყოფური გონების მთელი უაზრობა გაიყოლა. ქრისტიანობის ბედი მდგომარეობს იმაში, რომ რწმენაც ავადმყოფური გახადეს, დაბალი და ვულგარული. რადგან მოთხოვნილებებია დაბალი და ვულგარული, მან კი ისინი უნდა დააკმაყოფილოს. ავადმყოფი ბარბაროსობის ძალაუფლების ჯამური სურათი ეკლესიის ფორმით გამოიხატება, რომელიც სიმართლესთან შეურიგებელ ბრძოლაშია. არც სულის სიმაღლეა მისთვის მისაღები, არც სულის დისციპლინა და არც თავისუფლად და კეთილად განწყობილი ჰუმანურობა. ქრისტიანული, კეთილშობილი ღირებულებებია მხოლოდ ჩვენ, განთავისუფლებულმა გონმა, აღვადგინეთ წინააღმდეგობა, რომელიც კი ოდესმე არსებულა ღირებულებათა შორის. ამ ადგილას ლამის სული შემეხუთოს. არსებობს დღეები, როდესაც შავი, უშავესი მელანქოლიის გრძნობა დამეუფლება ხოლმე. ადამიანისადმი სიზღისა, ეჭვი იმის თაობაზე, თუ ვინ მეზიზღება ზედმეტია. მე თანამედროვე ადამიანი მეზიზღება, რომლის თანამედროვეც საბედისწეროდ გახლავართ. დღევანდელი ადამიანი, სული მეხუთება მისი უწმინდური ჰაერისაგან, წარსულის მიმართ, როგორც ყოველ შემეცნებელს, დიდი ტოლერანტობა გამაჩნია. ასე ვთქვათ, დიდსულოვანი თვითიძულება. პირქუშის სიფრთხილით უნდა გავიარო ეს სამყარო. 1000 წლეულების მანძილზე საგიჟეც რომ წარმოადგენდა, ერქვას მას ქრისტიანობა, ქრისტიანული რწმენა ან ქრისტიანული ეკლესია. მე თავს ვიკავებ, რომ კაცობრიობა გამოვაცხადო პასუხისმგებლად სულიერი დაავადებებისათვის, მაგრამ ჩემი სული აღშფოთებულია და გული მიტრიალდება, როდესაც უახლეს ჩვენს დროში შევდივარ. ჩვენი დრო ცოდნის დროა, რაც ოდესღაც მხოლოდ ავადმყოფურად ითვლებოდა. ახლა სათაკილო და არასაკმარისი გახდა. სათაკილოა იყო ქრისტიანი. აი სწორედ აქ იწყება ჩემი სისხლი. აქეთ-იქით ვიყურები. არც ერთი სიტყვა აღარ შემორჩა, რომელსაც ოდესღაც ჭეშმარიტება ერქვა. ჩვენ ვეღარ ვუძლებთ მხოლოდ საეკლესიო პირის მიერ წარმოთქულ სიტყვა ჭეშმარიტებას, პატიოსნებაზე მცირეოდენი პრეტენზიითაც კი ვაღიაროთ, რომ თეოლოგის, ქურუმის, ღვთლის მიერ ყოველ ჯერზე წარმოთქმული არა მარტო ცდომილებაა, არამედ სიცრუე, მაგრამ ის აღარ არის თავისუფალი და ტყუის არა უდანაშაულოდ, არა უცოდინრობით,
არამედ მან კარგად იცის, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, არავითარი ცოდვილი, არავითარი მხსნელი, რომ თავისუფალი ნება ზნეობრივ მორალური წყობა, სიცრუეა, სული სერიოზული, ღრმა თვითგამორკვევა აღარავის აძლევს ამის არცოდნის უფლებას. საეკლესიო ცნებები ბოლომდე ამოიცნეს, ანუ ეს არის ყველაზე ბოროტი, ყალბი ფულის ჭრა, რომელიც კი ოდესმე არსებულა, იმ მიზნისათვის, რომ გააყალბო ბუნება, ბუნებრივი ღირებულებები. მღვდელიც ბოლომდე ამოიცნეს, ის უდიდესი პარაზიტია, სიცოცხლის შხამიანი ობობა. ჩვენ და ჩვენმა სინდისმა უკვე ვიცით, რა ფასი აქვს მღვდლებისა და ეკლესიის ამ საშინელ გამოგონებას, რას ემსახურება ის, რის წყალობითაც კაცობრიობამ ხრწნის ისეთი სახე მიიღო, რომ მისი დანახვისას ზიზღის გრძნობა გეუფლება, გამოთქმები, საიქიო, საშინელი სამსჯავრო, სულის უკვდავება, წამების იარაღებია. სისასტიკეთა სისტემა, რომელმაც საეკლესიო პირი აღაზევა და ბატონად გახადა და ის ასეთად დარჩა კიდეც, მაგრამ არაფერი იცვლება. სად ჩაიკარგა წესიერების გრძნობის უკანასკნელი ნარჩენები, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეები, სხვა შემთხვევაში თამამი და სულით ხორცამდე ანტიქრისტიანები თავს ახლაც ქრისტიანს უწოდებენ, ზიარებაზე დადიან, ახალგაზრდა იმპერატორი, ლეგიონების სათავეში, თავისი დიდებულებით ცხადდება, როგორც თავისი ხალხის ეგოიზმისა და ამბარტავნობის გამომხატველი და უსირცხლოდ აღიარებს თავს ქრისტიანად. მაშ, ვის უარყოფს ქრისტიანობა? რა არის მისთვის სამყარო, ჯარისკაცი, მოსამართლე, პატრიოტი, ყველაფერი, რასაც იცავენ, რაც ღირსებას და პატივს წარმოადგენს, რაც გამორჩენას ეძებს, რასაც სიამაყის გრძნობა გააჩნია, ყოველი წამის თითოეული პრაქტიკა, ყოველი ინსტინქტი, ყოველი შეფასება, რომელიც საქმედ გარდაიქმნება. ეს ყველაფერი ახლა ანტიქრისტიანულია, სიყალბის რადონის გადაგვარებაა თანამედროვე ადამიანი, თუ ის მიუხედავად ყველაფრისა არ თაკილობს, რომ ქრისტიანი ერქვას. მე ქრისტიანობის ჭეშმარიტი ისტორიის მოყოლას ვუბრუნდები. სიტყვა ქრისტიანობა გაუგებარია. ძირითადად ერთადერთი ქრისტიანი არსებობდა, რომელიც ჯვარზე მოკვდა. ევანგელე ჯვარზე მოკვდა. ის, რასაც იმ წამიდან სახარებას უწოდებენ, მისი ცხოვრების საწინააღმდეგოს წარმოადგენს. ცუდ ცნობას, უაზრობაზე ყალბია, რწმენაში დაინახო ქრისტიანის ხსნაზე მინიშნება. ქრისტიანული შეიძლება იყოს ქრისტიანული პრაქტიკა, ანუ იცხოვრო ისე, როგორც ჯვარზე დაღუპულმა იცხოვრა. ამგვარი ცხოვრება დღესაც შესაძლებელია, ზოგიერთისთვის კი აუცილებელიც. თავდაპირველის მსგავსი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველა დროისთვის არის დასაშვები. არა რწმენა, არამედ კეთება, არა ბევრის კეთება, არამედ სხვანაირი ყოფნა. ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც გწამს, ან რაღაცას ჭეშმარიტებად აღიარებ. ყოველი ფსიქოლოგისთვის ცნობილია, რომ ამგვარი მდგომარეობა უმნიშვნელოა და მეათეხარისხოვანი. ინსტინქტების ღირებულებებთან შედარებით, კაცრის შეფასებით, სულიერი მიზეზობრიობის ცნება ყალბია. ქრისტიანული განწყობის დაყვანა მხოლოდ ჭეშმარიტების აღიარებამდე, ცნობიერების ცარიელ, დაცლილ მდგომარეობამდე, ქრისტიანობის უარყოფას ნიშნავს. სინამდვილეში ქრისტიანები არ არსებობდნენ. ქრისტიანი, როგორც 2000 წლეულის მანძილზე მოიხსენიებენ, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ თვითგაუგებრობას. თუ უფრო დავაკვირდებით, ადამიანში ყველანაირი რწმენის მიუხედავად ბატონობდნენ ინსტინქტები. და რა ინსტინქტები? ყველა დროში, მაგალითად, ლუთერის დროს, რწმენა იყო მანდია, საბაბი, საფარი, რომლის მიღმაც ინსტინქტები თავის თამაშს თამაშობდნენ, ანუ კეთილგონიერი სიბრმავე,
გარკვეული ინსტინქტების ბატონობის მიმართ. რწმენა, მე უკვე უწოდე მას ქრისტიანული კეთილგონიერება. მასზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ და ინსტინქტების კარნახით მოქმედებდნენ. ქრისტიანების წარმოდგენათა სფეროში არაფერია, რაც სინამდვილეს ეხება. პირიქით, ძირშივე ის მხოლოდ სინამდვილის სიძულვილის სიძულვილს შეიცავს. მას მხოლოდ ეს მამოძრავებელი ელემენტი უდებს საფუძვლად. რა არის ამის შედეგი? ის, რომ ფსიქოლოგიაში ცდომილება რადიკალურია. ანუ, განმსაზღვრელია სუბსტანცია. მოვაშოროთ ამ ჩამონათვალს თუნდაც ერთი ცნება. მის ადგილას ჩავანაცვლოთ ერთადერთი რეალობა. მთელი ქრისტიანობა არარად იქცევა. თუ სიმაღლიდან გადმოვიხედავთ, ყველაზე უცნაური ფაქტი არსებული ფაქტებიდან ეს არის რელიგია, რომელიც არა მარტო ცდომილებებით არის განპირობებული, არამედ სიცოცხლისთვის მავნე და გულის მომწამლელი ცდომილებებით. გამოგონებით ამ საკითხში ის გენიის დონემდეა ასული. ეს რელიგია საუკეთესო სანახაობად რჩება ღმერთებისთვის, იმ ღვთაებებისთვის, რომლებიც ამავე დროს ფილოსოფოსები არიან და მეც შევხვედრი ვარ მათ ნაქსოსის დიალოგებში. იმ წამს, როდესაც სისხლისგან თავისუფლდებიან, ისინი მადლიერების გრძნობით აღივსებიან ქრისტიანული სანახაობის მიმართ. საბრალო პატარა ვარსკვლავი, დედამიწა. ამ კურიოზული შემთხვევის გამო შეიძლება იმსახურებდეს ღვთის თვალს, ღვთის თანაგრძნობას. ნუ გავიმეტებ დაბალი შეფასებისთვის ქრისტიანს, უდანაშაულობამდე ყალბს, რომელიც საგრძნობლად მაღლა დგას მაიმუნზე. ადამიანის წარმოშობის თეორია ქრისტიანობისთვის კარგად ცნობილი, ცარიელ თავაზიანობად იქცა. სახარების ბედისწერა სიკვდილმა გადაწყვიტა. ის ჯვარს აცვეს, მხოლოდ ამ სიკვდილმა, მოულოდნელმა და სამარცხვინომ, მხოლოდ ჯვარმა, რომელიც უკანასკნელი გარეწრებისათვის იყო შემონახული. სწორედ ეს საზარელი პარადოქსი ექცათ მოსწავლეებს გამოცანად. ვინ იყო და რა იყო ის? შემაზრწუნებელი და ღრმას შეურაცხმყოფელი გრძნობა. ეჭვი იმისა, რომ ასეთმა სიკვდილმა შეიძლება მათი საქმე გააბათილოს. საოცარი კითხვითი ნიშანი. რატომ მაინც და მაინც ასე? ასეთი განწყობა სავსებით გასაგებია. აქ ყველაფერი საჭირო იყო. აზრი, გონება. უმაღლესი გონება უნდა ჰქონოდა ყველაფერს. მოსწავლის სიყვარულისთვის დაუშვებელია შემთხვევითობა. ახლა კი ღრმა უბსკრული გაჩნდა. ვინ მოკლა ის? ვინ იყო მისი ბუნებრივი მტერი? ამ აზრმა ელვასავით გაიარა. პასუხი: გაბატონებული იუდეველობა, მისი მაღალი საზოგადოება. ამ მომენტიდან გაჩნდა აღშფოთება არსებული წესრიგის წინააღმდეგ. აქამდე მის ხასიათს სწორედ ეს თვისება აკლდა. მებრძოლი, უარმყოფელი სიტყვითა და საქმით. მეტიც, ის იმ წესრიგის სრული საპირისპირო იყო. ჩანს მცირერიცხოვან რელიგიურ მრევლს თავარი ვერ გაეგო. სამაგალითო ასეთ სიკვდილში თავისუფლება, წყენისა და გაბრაზების ყოველგვარ გრძნობაზე ამაღლება. ნიშანი იმისა, რომ საზოგადოებას მისი ნაკლებად ესმოდა. თავისთავად თავისი სიკვდილით ქრისტეს არაფერი სურდა. გარდა მცდელობისა, დაემტკიცებინა თავისი მოძღვრების სიძლიერე, მაგრამ მისი მოსწავლეები შორს იდგნენ იმ აზრისგან, რომ ეს სიკვდილი ეპატიებინათ, რაც უაღრესად ევანგელიკური იქნებოდა. ან 7 და წყნარი გული თავი გაეწირათ ასეთი სიკვდილისათვის. სწორედ არა ევანგელიკურმა გრძნობამ იმძლავრა მათში, შურისძიების გრძნობამ. საქმე ამ სიკვდილით ვერ დამთავრდებოდა. შურისძიება გარდაუვალი იყო, სასამართლო. წინა პლანზე კვლავ გადმოიწია პოპულარულმა თემა, მესიის მოლოდინი. დროულად იქნა გამოყენებული ისტორიული მომენტი. მოვა ღვთის სასუფეველი, რათა მისი მტრები გაასამართლოს, მაგრამ ამით ყველაფერი გაუგებარი გახდა. ღვთის სასუფეველი, როგორც საბოლოო აქტი, როგორც დაპირება. სახარება იყო სწორედ ყოფიერება, აღსრულება, სასუფევლის ყოფიერება. ოღონდ ახლა მასწავლებლის ტიპში ჩართეს მთელი ზიზღი,
და გამწარება ფარისევლებისა და თეოლოგებისადმი და ამით ისიც ფარისეველი და თეოლოგი გახადეს. მეორე მხრივ ამ თავაწყვეტილი სულების მიერ ვეღარ უძლებდა სახარების დებულებას ღვთის შვილთა თანასწორობის შესახებ, რასაც ასე მხურვალედ გადაგებდა იესო. მათი სურვილი იყო იესოს უსაზღვრო განდიდება შურისძიებით, მისი გამოცალკევება საკუთარი თავისგან, სავსებით ისე, როგორც გამოეყვნენ თავის ღმერთს მტრებისადმი შურისძიებით და განადიდეს ის, ერთი ღმერთი და ერთიც შვილი ღვთისა, ორივე სიბრაზისა და შურისძიების ნაყოფი. ახლა კი ზედაპირზე აბსურდული პრობლემა ამოდივდივდა. როგორ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ? პატარა მრევლის შელახულ გონებაში იმ წამსვე გაჩნდა აბსურდული პასუხი. ღმერთმა თავისი შვილი კაცობრიობის ცოდვების გამოსაზღვრად გაწირა. ამგვარად სახარების პრობლემა გადაიჭრა. განწმენდის მსხვერპლი და თანაც ყველაზე საზარელი, ბარბაროსული ფორმით იესომ თვით დანაშაულის ცნება მოსპო. მან სრულიად უარყო უფსკრული ღმერთსა და ადამიანს შორის. თავისი ცხოვრებით მან ღვთისა და ადამიანის ერთიანობა წარმოადგინა, როგორც თავისი ხარება და არა როგორც უპირატესობა. უდანაშაულო მსხვერპლი დამნაშავეთა ცოდვებისთვის რა საზარელი წარმართობაა. ამის შემდგომ ხსნელის ტიპში ნაბიჯ-ნაბიჯ დაინერგა მოძღვრება სამშავროზე და მეორედ მოსვლაზე, სამსხვერპლო სიკვდილზე და აღდგომაზე. ამან სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის სასარგებლოდ ოინის დონეზე მთლიანად გააქრო სახარებიდან ერთადერთი რეალობა, ნეტარების ზნება. პავლემ რაბინის თავხედობით და თვალთმაგზობით, რაც მისთვის დამახასიათებელია. ამ აღვირახსნილ აზრს შემდეგი ფორმულირება მოუნახა: თუ ქრისტე არ აღსდგა, ჩვენი რწმენა ამაოა და სახარება გახდა ყველაზე მიუღებელი, თუ რამ არსებობს აუსრულებელი დაპირებებიდან, უსირცხვილო მოძღვრება საკუთარ უკვდავებაზე. ამის შესახებ პავლე როგორც წყალობაზე ისე გადაგებდა. ახლა ცხადი გახდა, რას მოუღო ბოლო ჯვარზე სიკვდილმა. ახალ თვითმყოფად ლტოლვას ბუდისტური სიმშვიდისკენ, ნამდვილ და არა დაპირებულ ბედნიერებას ამქვეყნად. ეს არის როგორც მე მივუთითე, ძირითადი განსხვავება ორ დეკადენტურ რელიგიას შორის. ბუდიზმი ასრულებს წინასწარი დაპირების გარეშე, ქრისტიანობა კი ყველაფერს პირდება და არაფერს ასრულებს. ხარებას ფეხდაბეხ მოჰყვა საშინელი ცნობა, ცნობა პავლეს შესახებ. პავლეში განსახიერდა მახარებლის საწინააღმდეგო ტიპი, სიძულვილის გენიოსი, სიძულვილის ზმანების გენიოსი, ზმანებაში ულმობელი ლოგიკის გენიოსი. რა არ მოუტანა მსხვერპლად ამ კაცმოძულემ თავის სიძულვილს? პირველ რიგში მხსნელი, მან ის ჯვარსაცვა, ცხოვრება, მაგალითი, მოძღვრება, სიკვდილი, არსი და უფლება სახარებისა. აღარაფერი დარჩა. როდესაც ეს ყალბი ფულის მჭრელი თავისი სიძულვილით ჩასვდა იმ ერთადერთს, რაც მას სჭირდებოდა. არა რეალობა, არა ისტორიული ჭეშმარიტება. მან კიდევ ერთხელ, მან ამოშალა გუშინდელი და გუშინწინდელი დღე ქრისტიანობისა და უფრო მეტიც, ისრაელის ისტორია კიდევ ერთხელ გაყალბდა, რათა თავისი საქმისთვის საჭირო წინარე ისტორია წარმოედგინა. ყველა წინასწარმეტყველი ხსნელზე საუბრობდა, ეკლესიამ კაცობრიობის ისტორიაც კი გააყალბა და ის ქრისტიანობის წინარე ისტორია წარმოადგინა. ხსნელის ტიპი, მოძღვრება, პრაქტიკა, სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი პერიოდის ძირითადი აზრი. ხელშეუხლებელი არაფერი დარჩა. არაფერი დარჩა სინამდვილესთან ოდნავ მიახლოებული. სიმძიმის ცენტრი მთელი მაშინდელი ყოფიერებისა პავლემ ამ ყოფიერების მიღმა გადაიტანა აღმდგარი ქრისტეს სიცრუეზე. ხსნელის ცხოვრება მას საერთოდ არ სჭირდებოდა. მას სჭირდებოდა სიკვდილი ჯვარზე და კიდევ რაღაც.
ფსიქოლოგიის მხრიდან ეს იქნებოდა სინამდვილეში სისულელე, რომ პავლე, რომლის სამშობლოც იყო სტოიკური განმანათლებლობის კერა, პატიოსნად ჩაეთვალა, როდესაც ის ჰალუცინაციას მხსნელის მარადიულის სიცოცხლის შესახებ მტკიცებულებად ასაღებდა, ან დაეჯერებინა მისი მონათხრობი, რომ მას ეს ჰალუცინაცია გააჩნდა. პავლეს მიზანი სჭირდებოდა და ამისთვის ცხადია გარკვეული საშუალებებიც, რისიც თვითონ არ სჯეროდა. სჯეროდათ იდიოტებს, რომელთა შორისაც ის უხვად აფრქვევდა თავის მოსყვრებას. შინაგანი სწრაფვა იყო მხოლოდ ძალაუფლება. მას სჭირდებოდა მხოლოდ ცნებები, მოძღვრება, სიმბოლოები, რითაც მასზე ტირანიას შეძლებდა, ბრბოც ხომ ასე წარმოიქმნება. რას დაესესხა მუჰამედი? ქრისტიანობას, ერთადერთს, პავლეს გამოგონებას, ქრუმის ტირანიასა და ბრბოს შექმნას, უკვდავების რწმენას, ანუ მოძღვრებას სამსჯავროზე. როდესაც სიმძიმის ცენტრი არა სიცოცხლეზე, არამედ საიქიოზეა გადატანილი, სიცოცხლეს სიმძიმის ცენტრი არ გააჩნია, რადგან იქ მხოლოდ არაა. უზარმაზარი სიცრუე ადამიანის უკვდავებისა ანგრევს ყველანაირ საღ გონებას, ყოველგვარ ბუნებრივ ინსტინქტს. ყველაფერი, რაც ინსტინქტში კეთილის მყოფელია, სიცოცხლეს უწყობს ხელს, რაც მომავალს თავდებობს, ეჭვს ბადებს. ცხოვრება ისე, რომ სიცოცხლეს აზრი არა აქვს, ცხოვრების ძირითადი აზრი ხდება, რისთვის არის საჭირო სოლიდარობის გრძნობა, ან წარმომავლობის მადლიერების გრძნობა წინაპრების მიმართ, ან ერთად მუშაობა, დობა, საერთო კეთილდღეობისათვის ზრუნვა და ამაზე ყურადღების გამახვილება, ამდენი ცდუნება და სწორი გზიდან გადახვევა. საჭირო ერთადერთია, როგორც უკვდავის სული, რომელიც სხვისი თანასწორი უნდა იყოს, რათა ცოცხალ არსებათა ერთობლიობაში მხოლოდ მას ჰქონდეს უფლება ხსნაზე და პრეტენზია მარადიულ სიცოცხლეზე. ფარისევლებსა და ნახევრად შედრეკილებს უნდა შეექმნათ ცრუ წარმოდგენა, რომ მათ გამო ბუნების კანონები ირღვევა, ასეთი უტიფარი სიცრუისა და ეგოიზმის უსასრულობამდე გაზრდას. ასევე სრულ უსირცხვილობას უნდა მიეცეს შესატყვისი შეფასება, რომელსაც სიტყვა ამას რზენი გამოხატავს. მაგრამ ქრისტიანობამ სწორედ ცალკეული ადამიანის პატივმოყვარეობით მიაღწია გამარჯვებას. ამით მიიზიდა მან ყველა უიღბლო. მე ამბოხეთ განწყობილი და იმედგაცრუებული, მთელი ნაყარ-ნუყარი ნაძირალები. სულის ხსნა გერმანულად, სამყარო ჩემი რგვლივ ტრიალებს, საწამლავი მოძღვრებისა, ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს. ქრისტიანობამ საფუძვლიანად დათესა. მან მოახერხა სულის ყველაზე ფარულ კუნჭულებში უარყოფითი ინსტინქტების ამოქმედებით ადამიანებს შორის სამკვდრო სასიცოცხლო მტრობის დათესვა. მან გაანადგურა მოწიწებისა და მოკრძალებული დისტანციის გრძნობა, რაც კულტურის ამაღლებისა და განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. მასების უკმაყოფილებიდან მან ჩვენ წინააღმდეგ გამოიძერწა იარაღი, დედამიწაზე კეთილშობილების, სიხარულის განცდის, დიდ სულოვნების წინააღმდეგ. პეტრესა და პავლეს მიერ უკვდავების აღიარება დღემდე უდიდესი და უბოროტესი თავდასხმაა კაცობრიობის არისტოკრატულ ნაწილზე. ეს ბედისწერა სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან მან პოლიტიკაშიც შეაღწია. აღარავის გააჩნია სიმამაცე, განაცხადოს საკუთარი უფლებები ბატონობაზე, მოწიწების გრძნობაზე საკუთარი თავისა თუ მისი მსგავსის მიმართ. ჩვენი პოლიტიკა სწორედ სიმამაცის ნაკლებობით არის დაავადებული. არისტოკრატულ აზრთა წყობა სამუდამოდ დასამარდა სულთა თანასწორობის სიცრუით. და თუ რწმენა უმრავლესობისადმი და მისი უფლებებისადმი რევოლუციას ახდენს და მომავალშიც მოახდენს, ეჭგარეშეა, რომ ეს არის ქრისტიანობა და ღირებულებათა მისი ხედვა, როდესაც ყოველი რევოლუცია სისხლის ღვრად და დანაშაულად იქცევა. ქრისტიანობა არის ჯანყი ყველა ქვემცრომისა, მის წინააღმდეგ, ვინც მაღლა დგას. დაბალთა სახარება ამ დაბლებს. მეორე ნაწილის დასასრული.
მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.